სურვილი ჰქონდა აკადემიკოსის აფხაზი და ქართველი და თავის დახრითა და ქედმოხრით აქ არის აუცილებლად ხაზგასასმელი რომ მე ვუთხარი კონფერენციებზე საქართველოში ნათქვამი ყველაფერი ის რასაც ის ფიქრობს. მოგესალმებით ბატონო. ცალკეული ქართველი სახელმწიფოების ჩინოვნიკებთან პრინციპულ ლორიკი არის ქართულ-აფხაზური მოვლენა. არის დიდი ისტორიული პიროვნება. ის თავიდან როგორც მეცნიერი და პედაგოგი უმაღლესი სკოლის ისე გაიცნო საზოგადოებამ და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა. ის იყო დიდი აფხაზი, დიდი აფხაზური გვარის წარმომადგენელი, დიდი თავადი ყველაფერში. ასეთი ლორიკ მარშანია გვახსოვს ჩვენ. მთელი თავისი ცხოვრება ხმალ ამოღებული, რასაც ქვია, იბრძოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, მათი დაცვისთვის, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ეს საშინელი ტრაგედია ჩვენ შორის. და, ტრაგედიის შემდგომ უკვე ბრძოლა იმისათვის, რომ რამენაერად მომხდარიყო ურთიერთგაგება, შერიგება, პატიება და ისევ ჩვენი სანუკვარი ლეგენდარული ურთიერთობების გაგრძელება. ამას მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება და მინდა გითხრათ, რომ ის კი არა სახლში, მამაშვილური საუბრები ჰქონდა ჩვენ. დამიჯერეთ, რომ 80% საუბრებისა იყო ისევ და ისევ აფხაზეთზე და მის მომავალზე და იმაზე თუ როგორ მოვაგვაროთ ეს უდიდესი ტრაგედია ჩვენი ხალხებს შორის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლორიკ მარშანია არის ის პიროვნება, რომელმაც თავისი შესამჩნევი კვალი დატოვა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის მოღვაწეობდა ყველგან, პოლიტიკაში, ოჯახში, მეგობრობაში, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში. მან პირველად დააფიქსირა საქართველოს პოლიტიკურ ლექსიკონში, რომ ქართულ-აფხაზური ოჯახების 47% იყო შერეული. უпростоრით შერეული 47 ქართულ-აფხაზური ოჯახები იყო აფხაზეთში. და აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ არ შეიძლება ასე გავწყვიტოთ ჩვენ ერთმანეთთან ის კავშირები, რომელიც ათეული წლებით, ასეული წლებით ყალიბდებოდა.